გამარჯობათ. გახლავართ რენოს ირაძე, მზიური ფინეთიდან და მინდა მოგიყვეთ ერთი საკმაოდ საინტერესო ისტორია, რომელიც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს. აქამდე ბევრჯერ მომიყოლია ჩემი მეგობრებისათვის, მაგრამ მეგობრები ერთია და ინტერნეტში მისი გამოქვეყნებით უფრო მეტი მაყურებელი და მსმენელი გვეყოლება და მე მგონი ყველასათვის საინტერესო იქნება ეს ისტორია. ომი უკვე დამთავრებული იყო, არის სექტემბერი 2008 წლის. თამაშობდი ჩოგურს ჩემ მეგობრებთან ერთად და დამირეკა ამ დროს ჩემმა მეგობარმა, ქართველმა, რომელიც ფინეთში ცხოვრობს და თხოვა ჩემი ძველი კონტაქტები გამომეყენებინა, თუ მქონდა კიდევ ამერიკელ დიპლომატებთან დაკავშირება უნდოდა. არა მას, არამედ მის ნაცნობს, რომელიც აღმოჩნდა ეროვნებით სომეხი, მაგრამ რუსეთის მოქალაქე, საკმაოდ მაღალ ჩინოსანი, როგორც ამბობენ რუსეთში, მე ფოტოგრაფიაც მაჩვენა, ასეთი კენერლის უნიფორმას ავიტეცვა, ესე იგი რაღაც იქ ეთყობა ჩინებიც არის, პროკურორებს ჩინებია და საკმაოდ მაღალ ჩინოსანი იყო. მას უნდაო დაკონტაქტება ამერიკელებთან. მოთხოვნილი ჰქონდა პოლიტიკური თავშესაფარი ფინეთში და რატომღაც მაინც ცდილობდა, რომ ამერიკაში მოეპოვებია ეს თავშესაფარი და რაღაც ისეთი ჰქონდა გადასაცემი ხელსარიელი არ მივალ ამერიკელებთანო და ცოლ-შვილი ყავდა რუსეთში, ამიტომ მაინც ფრთხილობდა. ეს ინფორმაცია, რასაც იგი ცდილობდა ამერიკელებისათვის გადაეცა, ამ 2008 წლის აგვისტოს ომს არ შეეხებოდა, მაგრამ ასევე ჰქონდა ინფორმაცია 2008 წლის ომზე. მე ახლა იმ მომენტში ჩოგურს თამაშობდი და უთხარი, რომ იქვე არის კაფე თქო, მოიყვანე ამ კაფეში და დავжეთ მე თამაშის შემდეგ ვისაუბროთ თემაზე თქო. როგორც კი გამოვედი, მოვიდა ჩემი მეგობარი ამ კაცთან ერთად, სახელი სამწუხაროდ აღარ მახსოვს, დავჯექით კაფეში და დავიწყეთ საერთოდ საუბარი კონტაქტებზე, თუ შესაძლებელი იყო ამერიკელებთან დაკავშირება. მე ვუთხარი, რომ იმჟამად უკვე კონტაქტი აღარ მქონდა, მაგრამ მაინც ვეცადე, რომ როგორმე დავხმარებოდე და დავეხმარე, მე მგონი, ესე იგი გზა მივასწავლე, როგორ შეიძლებოდა საერთოდ დაკავშირება ამერიკელებთან, დიპლომატიურ კორპუსთან. ამერიკულ ჰელსინკში. ამას მოაყოლა მერე შემდეგი ისტორია, რომელიც მე მგონი ძალიან ბევრს დააინტერესებს. ეს მოხდაო, მიახლოებით იყო ივნისი თვე, 2008 წლის ივნისი, როცა ადგილობრივმა უფრო ზუსტად მე მგონი ბრიანსკიდან იყო ეს კარგად არ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში არ იყო დედაქალაქიდან ეს კაცი, ესეთი პროვინციული ქალაქიდან იყო და მითხრა, რომ ბევრი გამოიძახეს ეს ადგილობრივ FSB-შიო, ბევრი პროკურორი და საინტერესოა, რომ ძირითადად იყვნენო ეგრეთ წოდებული ნაცმენები, ესე იგი არა რუსები ეთნიკურად, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები, რა თქმა უნდა, პროკურორები. და როცა შეკვირიბესო, ესე რაღაცნაირად ბევრნი ვიყავითო მაშინო ამ შეკრებაზეო და გამოგვიცხადესო შემდეგიო, რომ სულ მალეო თქვენ შეგატყობინებთო ამის შესახებო და მოემზადეთო გავფრინდებითო საქართველოში. ალბათ ბევრი
ფიქრი არ უნდა იმას და ფანტაზია, რომ მივხვდეთ, რაში სჭირდებოდათ 200-მდე პროკურორი საქართველოში. იმის გარდა, რომ ცდილობდნენ გაენადგურებიათ საქართველოს ინფრასტრუქტურა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დაგეგმილი ჰქონდათ, ალბათ კარგად ხვდებით, დაგეგმილი ჰქონდათ ფართომასშტაბიანი ტერორი. ასე იგი, ისეთი სახით, როგორც ალბათ ბოლშევიკური რუსეთის გარიჟრაზე და შემდგომაც, ესე იგი, საჩვენებელი პროცესები. ეს არის ჩემი ერთი მოკლე ისტორია. ალბათ ბევრს დააფიქრებთ ეს ისტორია. და კიდევ ერთხელ დაფიქრდება, ვინ აპყავს მეზობლად, რისი შესაძლებლობები და სურვილები აქვს ამ სახელმწიფოს და მის დღევანდელ ხელისუფლებას.